სახელითა მამისა და დაცისათა და წმინდისა სულისათა. ჩვენთან არის ღმერთი. ყველას გილოცავთ ნევადელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასწროთ თქვენ და სრულიად საქართველო. ამინ. ჩვენთან ერთად. დღევანდელი კვირა შობის შემდგომი კვირაა, ქრისტეს შობის შემდგომი კვირაა და მე კვლავ ქრისტეს შობის შესახებ მინდა გითხრათ ორივე სიტყვით, ოღონდ არა იმ ისტორიულ მომენტებზე, რომელიც ჩვენ უკვე გავიარეთ, თითქოს ვისაუბრეთ ამაზე რაღაც გარკვეულწილად, თუმცა კი ბევრი კვლავ დაგვჭირდა სათქმელი. არამედ მინდა გითხრათ თვითონ საღვთისმეტყველო კუთხით, როგორ შეიძლება ადამიანმა ამას ყველაფერს შეხედოს და როგორ შეიძლება ესმოდეს ეს ყველაფერი ადამიანს. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ღმერთი განკაცდა, ღმერთი განხორციელდა, აი რას ნიშნავს ეს ყველაფერი, როგორ შეიძლება ადამიანის გონებამ ეს ყველაფერი დაიტიოს, მე ბუნებრივია და ვერც ვერავინ ამას ზუსტად ვერ გადმოსცემს, იმიტომ რომ შეუძლებელია მისი გადმოცემა, მაგრამ მიახლოებითად ჩვენ ხო ასე ვართ მოწყობილები, რაღაცას მიახლოებითად შეიძლება ვხვდებოდეთ, რაღაცა გარკვეულ მაგალითად ყოველთვის მომაქვს ხშირად ეს მაგალითი და შეიძლება თქვენს არაერთგზის მოგისმენიათ, რომ წერს იოანე კიბის აღმწერელი, თუ არ გიჭამია თაფლი ვერასდროს ვერ აგიხსნის ვერავინ როგორი გემოაქვს თაფლს ხომ მართალი, მაგრამ მიახლოებითად ხომ გეტყვის რომ ბლანტია და არომატულია და რომ თქვათ ძალიან ტკბილია და რაღაცა ესეთი გემოები აქვს, მიახლოებითი წარმოდგენა შეიძლება შეგექმნას. აი ესეთი მიახლოებითი წარმოდგენა რომ შეგექმნას ყოვლადწმინდა სამების შესახებ, როგორ ფიქრობთ, რა მაგალითი უნდა მოვიტანოთ? არ არსებობს მაგალითი, იმიტომ რომ ყოვლადწმინდა სამების ანალოგი არ არსებობს. როგორ შეიძლება ყოვლადწმინდა სამება რამე შეადარო და თქვა, რომ აი ესეთია ან ასეთია. ყველა ის სიტყვა, რომელიც არის გამოყენებული ღმერთთან მიმართებაში, იცოდეთ, რომ ეს არის ჩვენს გონებასთან მოსაახლოებელი, რომ რაღაცნაირად მეტნაკლები სიახლოვით შემოვიდეს ჩვენში ცნობა იმის შესახებ, თუ ვინ არის ღმერთი. მაგრამ ეს არ არის ზუსტი ინფორმაცია. ეს არ არის, ამიტომაც არის, რომ ძალიან ბევრი სახელით, ძალიან ხშირად ბიბლიაში ბევრი სახელით არის ღმერთი გამოცხადებაში, რომ ხან ერთი, ხან მეორე, ხან მესამე სახელით ეცხადება და ერთი და იგივე სახელით იშვიათად. რატომ? იმიტომ რომ თუ ერთ სახელს დაირქმევ და ეს ერთი სახელი ამ ერთმა სახელმა შეიძლება მოიცვას რაღაცა გარკვეული წილის ბუნება, მაგრამ სხვა ბუნებითი თვისებები დაგვრჩეს გვერდით. აქედან გამომდინარე, ბევრი რომ არ დაგღალოთ ახლა ამ კვლევაძიებაში, მე გეტყვით, რომ რადგანაც შედარება არაფერთან არ შეიძლება, იმიტომ რომ არაფერი მსგავსი არ არსებობს, არსებობს ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი, რომელთა მიმართებაში შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ რაღაცა გარკვეულ წილად, რადგანაც ჩვენ ხატება და მსგავსება გაგვაჩნია, ამ საკითხში ესე შეიძლება ვმსჯელოთ. საით წავიყვანე ხა ჩემი საუბარი და რისი თქმა მინდოდა. რას ნიშნავს, რომ ღმერთი განხორციელდა? ან რას ნიშნავს იმას, რომ მამა და ძე და სულიწმინდა ერთი ღმერთია, მაგრამ გამოვლინდებიან სამი სახით, რომ ერთი უშობელია, მეორე შობილია, მესამე ესე იგი გამომავალია. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი ჩემო ძვირფასებო ასე უნდა წარმოიდგინოთ. აი მაგალითად, ხომ გვაქვს გონება. გონება ხომ წარმოშობს აზრებს, იბადება ამ გონებაში აზრები. ხომ არის ეს ასე? ეხლა ვინ იტყვის, გონება როგორც კი არის გონება, როგორც კი მოიაზრებ, რომ გონება მაშინვე აზრი. ჯერ ერთი იყო და მერე მეორე იყო, ასე ამას ხო არ იტყვი. გონებასთან ერთად ამბობ, რომ აზრიც არის, იმიტომ რომ გონება აზრს შობს. ასე უნდა წარმოიდგინოთ, რომ მამისაგან ძის შობა სწორედ ეს არის. როგორც ჩვენში ხდება გონებისა და აზრის ერთდროულად ყოფნა, იმიტომ რომ გონება აზრს შობს, მაგრამ გონება აზრი არ არის და აზრი გონება არ არის. გონება აზრს შობს და როდის შობს? დროში შობს? არა, მომენტალურად. როგორც კი შენ გაიფიქრებ, რომ გაქვს გონება, უკვე აზრი შობილია შენში.
ამიტომაც თუ ასე დააკვირდებით დროის მიღმიერ ღმერთს, სწორედ ესე არის, რომ უდროოდ შობილი, როდესაც ვამბობთ მამისაგან, უდროოდ შობილია, იმიტომ როგორც კი მამა მაშინვე ძე, როგორც შობილი მისგან, როგორც აი ესეთი ოღონდ ეს ყველაფერი, რასაც ვამბობ, არ გეგონოთ ზუსტი განსაზღვრება ყოვლადწმინდა სამების. ესეთ ჩვენი გონების მისაახლოებელი რაღაცა მაგალითია მოცემული იმისთვის, რომ ჩვენი აზროვნების არეალი გაფართოვდეს ამ კუთხით და უფრო ზუსტად დავინახოთ, რას ნიშნავს ღმერთის განხორციელება. ანუ მეორე ჰიპოსტასის ამ შემთხვევაში მეორე არსების ამ ქვეყნად დაბადება, განკაცება, რომ მოგახსენეთ აზრი და ისა გონება და აზრი. ეხლა როდესაც ვამბობთ, რომ განხორციელდა, რას ნიშნავს ეს განხორციელდა? აი გაქვს გონება, რომელმაც აზრი შობა, ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ეს თქვენი აზრი დაწერეთ. არის თუ არა ეს განხორციელება, იმიტომ რომ მან რეალურად ხორცი შეისხა, იმიტომ რომ განამარტო შენი გონება და შენი აზრი არის რაღაც ამ ჩაკეტილ სივრცეში, არამედ გამოვლინება შეგიძლია ამ შენი გონებისას და აზრისაც, ამიტომაც წერია სახარებაში არაერთ გზის ვინც მე მიხილა, ჩემი მამა იხილა. იმიტომ რომ გონება და აზრი შეიძლება სხვადასხვა იყოს, შეუძლებელია. გონება რა აზრსაც წარმოშობს, არსება ერთი აქვს. გონებას და აზრს ერთი არსება აქვს. იმიტომ რომ ამ გონებამ ეს აზრი წარმოშვა. სხვა აზრი რო წარმოეშვა, სხვა აზრი იქნებოდა. ისევე როგორც მამისაგან შობილს შეუძლებელია სხვადასხვა იყვნენ. ერთი და იგივეა, მაგრამ გამოვლინებითაც სხვადასხვაა. ისევე როგორც გონება სხვა და აზრი სხვა. ამიტომაც, როდესაც ამბობს მაცხოვარი მოციქული ეუბნება, რომ გვაჩვენე ჩვენ შენი მამა და ის ეუბნება ფილიპეო, ამდენი ხანია მიყურებოდა, ნუ თუ არ იცი, ვინც მე მიხილა, მამა იხილა. იმიტომ რომ ვინც ჩემი აზრი, აი ეს დაწერილი აზრი ვთქვათ, წაიკითხა, მან უნდა მიხვდეს ჩემი გონების შესახებაც. იმიტომ რომ რადგან ეს დავწერე, ეს ჩემი გონების კარნახით დავწერე. ჩემმა გონებამ აზრი წარმოშვა და მე ეს ფურცელზე გადავიტანე და თქვენთვის ეს განხორციელდა და ამიტომ ვინც ნახა ეს განხორციელება, ის უნდა მიხვდეს ჩემს გონებას. ამ ლოგიკით ასე არ არის? ხომ მეთანხმებით? რამეს გაუგებარ სხვა ლაპარაკო. ამიტომაც ძე ღვთისას განხორციელებაში, როდესაც ამბობს, რომ ვინც მე მიხილა, მამა იხილა, სწორედ ამას გულისხმობს. ისევე როგორც ადამიანი, რომელიც რაღაცა თავის ნააზრებს დაწერს, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ მისი გონება ვიცით. ასე ვიცით ჩვენ მამა, ასე შევიცანით ჩვენ მამა. ძის მიერ შეიცნობა მამა, როდესაც ვამბობთ, შეიცნობა სწორედ ამით, რომ რა გამოვლინებაც ქრისტე მაცხოვარს ჰქონდა, ის მოქმედება, ერთი აქვთ მათ მოქმედება. ერთი აქვთ ეს გამოვლინება. ბუნებითად შეუძლებელია სხვადასხვა იყოს შენი გონება და აზრი, ისევე როგორც ბუნებითად შეუძლებელია მამა და ძე სხვადასხვანი იყვნენ. ისევე როგორც ჩვენ ვამბობთ, რომ არსებობს გონება და არსებობს აზრი და ეს სხვადასხვა ვერ იქნება ერთი და იგივეა. მაგრამ ამავდროულად ვამბობთ, რომ გონება გონებაა და აზრი აზრია. აზრი გონების გარეშე არ არსებობს და არც პირიქით. გონებაც არ არსებობს აზრის გარეშე. რა გონებაა მაშინ ის? ამიტომაც აქ ჩვენ სიტყვების ისეთ წყობას შეიძლება შევხვდეთ ხშირად სახარებაშიც კი, რომელმაც გარკვეული დაბნეულობა შემო. აი მაგალითად, იოანეს სახარება როგორ იწყება? პირველიდან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმერთთან. ახლა წარმოიდგინეთ ასეთ რამეს რომ ამბობს. პირველიდან იყო აზრი და აზრი იგი იყო გონებასთან. და გონების გარეშე არ შეიქმნებოდა ის როგორც წერია და მის მიერ ყველაფერი შეიქმნა. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს შემოძვიფასებო, რომ თუ ამ სიტყვებს ჩვენ ასე გადავათამაშებთ ჩვენი გონებისთვის, არა იმიტომ რომ სახარების ტექსტ შევცვლით, არამედ ჩვენი გონებისთვის გასაგებად, თითქოს ყველაფერი თავის ადგილას დაალაგდება. თითქოს ძალიან ბევრი კითხვას, რომელსაც ჩვენ პასუხს ვერ ვცემთ, რომ როგორ შეიძლება ყოვლადწმინდა სამება ერთი ღმერთი იყოს და თან სამი იყოს, სინამდვილეში ასე. ერთია შენი გონება, რომელიც აზრს წარმოშობს და მეორე რა არის კიდევ ამ აზრის წარმოთქვა რო გინდა, რა ხდება ამ დროს? შენ ფილტვებიდან ამომავალ ჰაერს
ბგერებად გარდაქმნი და შენს აზრს ასე წარმოქმნი. ანუ ასე ხდება ამისი განხორციელება. ეს გახლავთ სულიწმინდის მოქმედება, ანუ გამომავლობა. ამიტომაც ყოვლადწმინდა სამების ხატება და მსგავსება ამითით შეიძლება ადამიანზე ითქვას, რომ მას აქვს გონება, რომელშიც იბადე იშვება აზრი და ეს აზრი მერე უკვე გამოდის სულიწმინდის საშუალებით, ამ შემთხვევაში ჩვენი სულის საშუალებით, იმიტომ რომ ეს ასე გამოითქმება. სხვაგვარად ადამიანი ვერ ელაპარაკებს, შეუძლებელია. ამიტომაც ეს მიახლოებითი ანალოგია, რაც გითხარით, შობასთან დაკავშირებით, ახლა სულიწმინდაზე ცალკე ძალიან ბევრია სათქმელი, უბრალოდ დღეს ძალიან გაგვიგრძელდება, რა არის ეს მოქმედება მისი და როგორ აიხსნება, მაგრამ დევიდა იცოდეთ, რა იყო ეს განხორციელება. განხორციელება იყო მიახლოებით ასეთი რამ, ჩვენი გონებისთვის მისაღებად რომ წარმოვიდგინოთ. გონებაში შობილი აზრი, რომ გადაიტანო შენით, ქაღალდზე და დაწერო, მას ხომ განხორციელებული ქვია, იმიტომ რომ ვინც წაიკითხავს ამ აზრს, ყველა გაიცნობს შენს აზრსაც და ყველა გაიცნობს შენს გონებასაც. ასეთი გახდათ ქრისტეს შობა, ასეთი გახდათ ქრისტეს დაბადება, რომ ის განხორციელდა, რომ მან კაცობრივი ბუნება შეიძინა იმისთვის, რომ ჩვენ ღმერთთან კიდევ უფრო მეტად ახლოს ყოფილიყავთ. და ამაზე უფრო ახლოს შეუძლებელია იყოს ადამიანი ღმერთთან, ეხლა ჩვენ ამ მდგომარეობაში ხობს კაცობრიობაზე ვლაპარაკობ, თორემ შესაძლებელი როგორ არ არის, ამისთვისაც მოველით ქრისტეს მეორედ მოსვლას, რომ კიდევ უფრო მეტი სიახლოვე გაჩნდეს, მაგრამ ეს სიახლოვე აქედანვე იწყება. ამის გაცნობიერებით, რატო ამბობს პავლე მოციქული ხშირად, რომ სარწმუნოებით მოხდება ჩვენი გადარჩენა. ეს არის სარწმუნოება, რომელიც შენ ნამდვილად საფუძვლიანად გაძლევს იმისი თქმის უფლებას, რომ როდესაც მოგმართავთ, რომ ჩვენთან არის ღმერთი, თქვენ ამბობთ არს და იყოს. ოღონდ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ გერები, რომელიც ჰაერში გაიშალა, არამედ მთელი შემეცნებით გაცნობიერება იმისა, რომ ღმერთი რომ დაიბადა, ანუ მამისაგან იშვა უჟამოდ, როგორც გითხარით, დროის მიღმიერად და მარად ჟამს ხდება ეს შობა, როგორც ამბობენ, ისევე როგორც ჩვენს გონებაში, ჩვენი აზრების შობა, გამუდმებულად იბადება ასე აზრები, ესევე გახლავთ მიახლოებითად, რომ წარმოიდგინოთ, უჟამოდ შობა, მაგრამ იშვა ჟამიერად, რაღაცა კონკრეტულ გარკვეულ თარიღში და მოვიდა ჩვენთან, ჩვენს გადასარჩენად, ჩვენს გამოსახსნელად, იმისთვის, რომ ვიყოთ ღმერთთან, წამდეს მისი, უსმენდეთ მას, მისი ხმით დავდიოდეთ და ჩვენი გონება გვინდოდეს, რომ ემორჩილებოდეს აი ამ საფრთხო ხმას და კარნახს, რომელზედაც ის გველაპარაკება, რომელი ქადაგებითაც უნდა სულდგმულობდეთ და რომელი სულითაც უნდა სუნთქავდეთ ჩვენი ცხოვრების განმავლობაში. ამინ. დალოცვილი და გახარებული გამოგოთ ქრისტეს. თქვენთან ერთად.